საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მიხეილ ხუნდაძის ფრანგულ ენოვანი წიგნის ქართული თარგმანის 1917 წლის თებერვლის რევოლუცია, სოციალ-დემოკრატია ბოლშევიზმის წინააღმდეგ წერეთელი ლენინის პირისპირ წარდგენა გაიმართა. წიგნი 1917 წლის რუსეთის თებერვლის რევოლუციის შესახებ დაწერილ ისტორიულ ნაშრომს წარმოადგენს, თუმცა წიგნის მეორე მთავარი გმირიც ჰყავს ირაკლი წერეთელი, ქართული სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც თავად იყო თებერვლის რევოლუციის ლიდერთაგანი. რაც შეეხება წიგნის ავტორს, იგი თავად გახლდათ 1917 წლის რევოლუციური მოვლენების შემსწრე და მონაწილე. მასში ასახულია განსაკუთრებით მე-20 საუკუნის წლებში რუსეთში მიმდინარე პროცესები, რევოლუციური პროცესები და ფაქტობრივად აქ არის საუბარი ირაკლი წერეთლისა და ლენინის დაპირისპირების, იდეების დაპირისპირების თაობაზე. ეს ის პროცესები, რომელმაც გადაწყვიტა რუსეთის ბედი და შეიძლება ითქვას მსოფლიოს ბედიც, მათ შორის საქართველოს ბედიც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამითი ერთი მხრივ ძალიან საინტერესო ისტორიული წყარო მივაწოდეთ მკვლევრებს. ემოციურია ჩემთვის დღევანდელი დღე, რადგან ვსაუბრობთ ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ ჩვენთვის ძალიან ახლობლები არიან. ბაბუა ჩემი ახლა აქ არ არის, მაგრამ დიდი სიამოვნებით იქნებოდა. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა წარვადგინო მისი მთელი ცხოვრების ნამუშევარი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ყველაფერში.